საქმიან საღამოს ვაგრძელებთ გლობალურ ბიზნესზე საუბრით და უნდა დავიწყოთ პირველი სიახლით, რაც უკავშირდება Google DeepMind-ს. ეს არის კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც ამჟამად Google-ში არის სრულად ინტეგრირებული და მისი დანიშნულება არის ხელოვნური ინტელექტის განვითარება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ Bard და შემდეგ უკვე Gemini არის სწორედ Google DeepMind-ის მიერ შექმნილი, ხოლო DeepMind-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი არის დემის ჰასაბისი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით ერთ-ერთ გლობალურ ტიტანად და ლიდერად ითვლება და ამ ადამიანს რამდენიმე დღის წინ საინტერესო სიტყვით გამოსვლა ჰქონდა Mobile World Congress-ზე, რომელიც არის მობილური ტელეფონებისა და ტექნოლოგიების საინტერესო შეხვედრა, კონგრესი, სადაც როგორც წესი ასეთი ადამიანები იკრიბებიან და თავიანთ მოსაზრებებს აზიარებენ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა AI ინდუსტრიის ლიდერს დაუსვეს შეკითხვა ჩინურ DeepSeek-თან დაკავშირებით, რომელმაც მთელი ინდუსტრია თავდაყირა დააყენა ფაქტობრივად ერთ დღეში. როგორც ჰასაბისი ამბობს, DeepSeek-ი თავისი არსით არის ჩინეთის მიერ მიღწეული ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, რევოლუცია და ნაბიჯი ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით, რადგანაც ეს მოდელი ნამდვილად ეფექტიანად და საინტერესოდ მუშაობს, მაგრამ როგორც ჰასაბისი აცხადებს, DeepSeek-ში არაფერი არ არის უნიკალური, განსაკუთრებული ან ისეთი, რაც OpenAI-ში, ან Google-ში, ან Anthropic-ში, ან სხვა ამერიკულ კომპანიაში აქამდე უკვე არ იყო ინტეგრირებული. როგორც ის ამბობს, რეალურად ჩინურმა სტარტაპმა გამოიყენა ამერიკული ტექნოლოგია, როგორც გამოთვლით დონეზე, ანუ data ცენტრებზე მოაქვს საუბარი, ასევე ალგორითმულ დონეზე, ანუ იმ კოდზე, რომელიც იყო გამოყენებული DeepSeek-ის შექმნისა და ოპერირების პროცესში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჰასაბისი ამბობს, რომ საერთო ჯამში DeepSeek-ის გამოჩენა არის პოზიტიური მოვლენა მთელი ინდუსტრიისათვის, რაც ყველასათვის ნათელს ხდის იმას, რომ ხელოვნური ინტელექტის შექმნა და განვითარება არ არის რაღაც კოლოსალური უსასრულო ხარჯი, რაღაც ეტაპზე ეს ტექნოლოგია აუცილებლად გაიაფდება, უბრალოდ როგორც ეს ადამიანი მიიჩნევს, სავარაუდოდ ამ გაიაფებითაც კი ყველაზე დიდ სარგებელს ისევ და ისევ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები მიიღებენ, მათ შორის Google-ი, რომლისთვისაც ერთ დროს მაგალითად ინტერნეტი იყო ძვირადღირებული ტექნოლოგია, თუმცა შემდეგ უკვე ინტერნეტის გამოყენება რა თქმა უნდა გაიაფდა, თუმცა მიუხედავად ამისა, Google-ს ინტერნეტის დომინაციის მიმართულებით არაფერი დაუკარგავს წლების განმავლობაში. ჩვენ ხელოვნურ ინტელექტზე ხშირად გველაპარაკია, მაგრამ ძირითადად ვსაუბრობთ როგორც წესი ამერიკის შეერთებული შტატების კონტექსტში, რადგან ევროპაში დიდწილად არაფერი მოხდარა ამ მიმართულებით საინტერესო ბოლო წლებში, რადგან ალალებით ვიქნებით ტექნოლოგიურად ევროპა გაცილებით ჩამორჩენილი კონტინენტია, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი, გერმანია და ბევრი სხვა წამყვანი სახელმწიფო ეკონომიკურად მდებარეობს იქ, მაგრამ დიდწილად ძალიან დიდი ხანია ინოვაციური პროდუქტი არ გაჩენილა ევროპის ბაზარზე, იმდენად ინოვაციური, რომელსაც შეუძლია ისეთივე სიტყვა თქვა გლობალურ ეკონომიკაში, როგორც პირობითად ხელოვნური ინტელექტია, იქნება ეს OpenAI-ის, Anthropic-ის თუ სხვა ნებისმიერი სტარტაპის მიერ შექმნილი. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ევროპა მაინც რჩება ერთგვარ ინტელექტუალურ და პოლიტიკურ ჰაბად მსოფლიოში, რაზედაც მიუთითებს ის AI კონფერენცია, რომელიც საფრანგეთში იმართება ამ დღეებში, რომელსაც ხსნის ემანუელ მაკრონი, ქვეყნის პრეზიდენტი და რომელსაც ესწრებიან მსოფლიო ლიდერები და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გლობალური წამყვანი ძალები, სხვა შორის ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი JD Vance-იც არის იქ წარმოდგენილი. 109 მილიარდი ევრო, ანუ დაახლოებით 13 მილიარდი დოლარი არის იმ ინვესტიციის ჯამური ღირებულება, რომელიც დაანონსა საფრანგეთის პრეზიდენტმა ამ კონფერენციაზე, რაც დაიხარჯება დაახლოებით იმავე პროექტის შექმნაზე, რაც რამდენიმე კვირის წინ თეთრ სახლში დაანონსა დონალდ ტრამპმა რამდენიმე მსხვილ ამერიკელ ბიზნესმენთან ერთად, რაც Stargate-ის სახელით არის ცნობილი, რაც გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დატა ცენტრების მასიური ძალიან დიდი და მძლავრი დატა ცენტრების ქსელი შექმნას, რომელიც მოამარაგებს OpenAI-ის ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც თავის მხრივ განავითარებს ChatGPT-ს და მსგავს დიდ ენობრივ მოდელებს, რომელთა გამოყენებას უკვე შეძლებენ როგორც კორპორაციული, ასევე საცალო მომხმარებლები. კონკრეტულად რომელი კომპანიები იხეირებენ და რომელი მოდელი ხელოვნური ინტელექტისა დაშენდება ევროპულ ინფრასტრუქტურაზე ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მაგრამ ცხადია ცნობილია ინვესტორები, ძირითადად ესენი არიან არაბული ქვეყნები, ამერიკული და კანადური საინვესტიციო ფონდები, რომლებიც მაგალითად Orange-თან და Iliad-თან და Thales-თან ერთად იმუშავებენ, ესენი არიან სატელეკომუნიკაციო გიგანტები, რომლებიც ძირითადად ევროპულ სახელმწიფოებში, მათ შორის საფრანგეთში ოპერირებენ. სატელეკომუნიკაციო ბაზართან დაკავშირებით კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სიახლე გვაქვს, რომელიც ახალი ტენდენციის დასაწყისად შეიძლება იქცეს, რაც უკავშირდება T-Mobile-ის პარტნიორობა SpaceX-თან. როგორც ჩანს, ძალიან მალე T-Mobile-ის მომხმარებლები ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღებენ წვდომას
SpaceX-ის Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტთან და სატელიტურ მომსახურებასთან ისეთ ზონაში, სადაც მაგალითად 5G უბრალოდ არ იჭერს. ასეთი ტერიტორია ამერიკაში არის ძალიან დიდი, ვინაიდან ამერიკაში უდაბნოებიც გვხვდება და თუ კი T-Mobile-ს დაუჯერებთ, დაახლოებით 9 მილიონი კვადრატული მეტრის ტერიტორია არის ისეთი, სადაც უბრალოდ შეუძლებელი არის ინტერნეტის მიწოდება მომხმარებლებისათვის, ხოლო იქ ტერიტორიაზე მყოფი ადამიანებისთვის, რომლებიც იქ მაგალითად მუშაობენ ან ცხოვრობენ, ეს ახალი სერვისი იქნება შვება, რადგანაც მათ წვდომა ექნება და ახლა უკვე არა უბრალოდ 5G-სთან, რომელიც იქ არ მუშაობს, არამედ SpaceX-ის სატელიტურ ინტერნეტთან და ეს სავარაუდოდ იქნება ახალი ტენდენცია, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ სხვა კონკურენტი კომპანიებიც მომავალში ახღვებიან.